სოფელი წედისი მაღალმთიანია. სამთარი მკაცრია. ტრანსპორტირებაც გვიჭირს. ცენტრში ჩვენთან ერთი ბავშვია. 3 წლის. ბავშვი 11 საათისთვის მოდის ბაღში და თამაშით ვახდენთ ჩვენს ბავშვის აღზრდას და სწავლებას. რებია ნიკოლოზ ესენი რა აბა დამთვალოთ ჩემი ბიჭი. ჩემს მახსოვრობაში წედიში ბაღი არ ყოფილა და აი ერთი ბავშვისთვის რომ ამხელა საქმე გაკეთდა ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი მუნიციპალიტეტში შემავალი 64 სოფლიდან თითქმის ყველა სოფელში ძალიან ცოტა მოსახლეობაა. შესაბამისად ალტერნატიული ბაღის არსებობა ჩვენს მუნიციპალიტეტში იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ორი ტიპის ალტერნატიული ბაღი არის დაფუძნებული, ეს არის სკოლაზე დაფუძნებული და კერძო სახლში დაფუძნებული ალტერნატიული ბაღი. ასეთი პატარა მუნიციპალიტეტისთვის ძალიან არახარჯდეფექტურია დიდი ბაღების აგება სოფლად 1, 2 და 3 ბავშვისთვის. მაგრამ ეს ბავშვები, ეს თითოეულა ბავშვი, რომ სკოლამდელი განათლების მიღმა არ დარჩნენ, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ალტერნატიული ცენტრები. 3 საათიანი სასწავლო რეჟიმით დაფუძნება. თამაშზე და დამყარებული კურიკულუმით ხელმძღვანელობთ ჩვენ და რა თქმა უნდა ბავშვები არიან დაკავებული ჩვენი ალტერნატიული ფართია და 2-დან 5-მდე არის სწავლა. კურიკულუმი მოიცავს წიგნიერება და ესეთი აქტივობები, რომელიც ბავშვებს განუვითარებს სხვადასხვა უნარს. მარიამს ძალიან უჭირდა მეტყველება, სანამ ბაღში შემოვიყვანდით, რადგან ოჯახში ყველა მუშაობთ, გადარბენაზე ვართ. ძალიან გამეხარდა, როცა თქვეს, რომ ბაღის ალტერნატიული სიტუაცია იქნებოდა და ბაღის მერე ბავშვმა სრულყოფილად დაიწყო საუბარი. სოფელში მოკლებული არიან ბავშვები, არც გასართობის სივრცე გვაქვს, არც რაიმე ისეთი აქტივობებით ვერ დააკავებ, გარდა იმისა, რომ შეიძლება სახლში რაღაცა შესთავაზოს მშობელმა და თუ სრულყოფილი ბაღი იქნება, ბავშვები ერთმანეთთან კომუნიკაციას მიეჩვევიან, თამაშს მიეჩვევიან, სხვადასხვა რაღაცებს შეისწავლიან და აქტივობებით იქნებიან დაკავებული, ვფიქრობ, ბევრად უფრო მათი განვითარებისთვის კარგი იქნება. ამჟამად გვაქვს 5 ცენტრი, ფუნქციონირებს 2 ცენტრი ოჯახში, 3 ცენტრი ფუნქციონირებს სკოლის ბაზაზე. დღეს უკვე ხარისხის ამაღლებაზე ვზრუნავთ, რომ განვითარდეს ბავშვი ჰოლისტურად და მას ჰქონდეს ყველა ის უნარი განვითარებული, რომელიც მას სჭირდება არა მარტო სკოლაში, არამედ საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებაში. ვფიქრობ, რომ ყველა მუნიციპალიტეტს თუნდაც მას მწირი ბიუჯეტი ჰქონდეს, აქვს ალტერნატივა, რომ აღნიშნული პროექტები განახორციელოს და არც ერთი ბავშვი არ დარჩეს სკოლამდელი განათლების მიღმა. აღნიშნული პროექტის განხორციელებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა იაპონიის საელჩომ, იმიტომ რომ ეს პროექტი ფაქტიურად არის უცხოური მოდელი. ჩვენც მოვსინჯეთ და გაამართლა ნამდვილად. Georgia is an amazing country full of diversity. Every municipality is unique, shaped by its geography, climate, population, and socio-economic conditions. Georgia's public kindergarten system has been very strong, expanding access to high-quality early childhood education and care. However, one standard model is very difficult to respond to diverse local needs. For example, in smaller and rural communities with fewer number of children, the traditional kindergarten approach is very difficult to expand and sustain. That is why diversified preschool education models are important. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ სხვადასხვა ორგანიზაცია, სხვადასხვა პარტნიორი ერთად მუშაობდეს იმისთვის, რომ ჩვენ უზრუნველყოთ ადრეული ხელმისაწვდომის სკოლამდელი განათლება ყველა ბავშვისთვის. გაეროს ბავშვთა ფონდი თანამშრომლობს იაპონიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან ერთად ზუსტად ადრეული აღზრდისა და განათლების დივერსიფიცირების საკითხში. ჩვენ ადვოკატირებას ვუწევთ და რეკომენდაციას ვუწევთ სახელმწიფო სტრუქტურებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად შეისწავლონ სიტუაცია და ასე ვთქვათ უზრუნველყონ სკოლამდელი და ადრეული განვითარების დივერსიფიცირებული მოდელები, რაც ამ ბავშვებს საშუალებას მისცემთ, რომ თავიანთი თანატოლების მსგავსად თანაბარ პირობებში განვითარდნენ და შეიძინონ მთელი ის კომპეტენციები, რომელიც უკვე შემდეგ ცხოვრებაში, შემდეგ საფეხურებზე სწავლისა გადაყვებათ.